რასაც ედავებიან ამ პოლიტიკოსებს, მაგრამ რო შეხედოთ ედავებიან სიტყვის თავისუფლების ამბავში რა, ნუ ადამიანის ციხეში მაგალითად მიხეილ სააკაშვილი და წერს წერილს. დაამხეთ ეს რაღაც მოღალატე ხელისუფლება. თუ რაღაცას აკეთებ ფიზიკურად, დაორგანიზებ ხალხს, რა ვიცი, შეარაღე, შტურმით ამზადებ რაღაცა და იქ ბოლო მომენტში დაგიჭირეს კიდე იტყოდი რომ ნუ ქმედებები რაღაც ნაბიჯები გადადგა. ციხიდან დაწერილი წერილების გამო ეხა ასამართლებენ. ეს ხო უბრალოდ რაღაცნაირი აბსურდია ხვდებით, აი უბრალოდ ციხეში ადამიანი წერილებს წერს, რაღაცა უნდა დაწეროს. თუნდაც რა ვიცი, რაღაც აი უძრასები დაწეროს, რომელთაც რაღაც მოუწოდეს რაღაც საშინელების მაგრამ ნუ ციხეში ადამიანი ხვდებით, წერილების გამო არ შეიძლება დასაჯო. მეორე ავიღოთ რაღაც სიებს აკეთებდნენო, ან ამბობდნენო, იგონებდნენო რაღაცასო ჩვენ საჰაერო სივრცეზე თუ ჯარზე და რაღაცაო. ესეც ხო სიტყვის თავისუფლებაა. თქვათ იგონებდნენ რაღაცას ჩვენ ჯარზე ან რაღაც. ერთი შეიძლება ეს ცუდი იყოს და მაგრამ ადამიანი თუ ტყუილს ამბობს და თქვა რომ რა ცუდი ადამიანია ხო რომ ტყუილს ამბობ, მაგრამ ტყუილის გამო ხო არ ვჭით არავის. შეიძლება ცოდვა იყო და ღმერთმა დაგსაჯოს. შეიძლება არ ვიმეგობროთ, შეიძლება პოლიტიკურად დავსაჯოთ რომ ხმა არ მივცეთ, მაგრამ აი თუ ადამიანმა ტყუილი თქვა, ამიტომ ციხეში როგორ უნდა გაუშვა. გამოვიდგინეთ რომ პოლიტიკოსი, სხვა პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში ევროპელ პოლიტიკოსი ეუბნება რომ ჩვენი მთავრობა სავარაუდოდ არ ღვევს სანქციებს. ნუ აი რა არის. ნუ შეიძლება ცუდია რომ თუ ეს ტყუილია და ასე არ უნდა იქცეოდე ალბათ. ან მაგალითად ეუბნება დაასანქცირე ვიღაცები. მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეიძლება ამაზე დაიწყოს. ცუდია, მაგრამ აი რამდენი ცუდი რაღაცაა შემთხვევაში ყველაფერს ციხეში ხარ ასვათ ადამიანი. შეიძლება მეგობარს უღალატოს რა რაღაც ან ცოლმა ქმარს ან რაღაც. ამის გამო ხო ცუდია, მაგრამ ფორმულირებულია ასე რომ უცხო ქვეყნისთვის რაღაცა მტრულ საქმიანობაში არის. დაუშვათ რომ ყველანაირად მაქსიმალურად პროკურატურის მხარეს აღმოჩნდეთ და ისე შევხედოთ ამ სიტუაციას, მაგრამ ჯერაც ვიცით, თვითონ რაც თქვეს, რომ სანქციები დაუწესესო კობახიძეს, ან ვიღაცას, არ ვიცი, ვის დაუწესეს, ხო, 300-მდე ადამიანს. 300-მდე ადამიანს, ოკეი. ანუ სიამოვნებაში ეს ხო ღიად გაცხადებული პოლიტიკური მიზანი იყო ამ ხალხის. და მოგწონს თუ არ მოგწონს შეიძლება ამორჩენო ხმა არ მისცეს თუ არ მოგწონს, მაგრამ რა შვაშია ციხე. ადამიანებს რატომაც გონიათ რომ ან რაღაცა თუ არის ჯება ციხით, ესე იგი ნებადართულია. მე ხომ მგონი ნებადართულია, ცუდია. ანუ არის უამრავი პასუხისმგებლობა სხვადასხვანაირი, მაგალითად პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მაგალითად 4 ოქტომბრის ამბავში მე მივიჩნევ რომ ბევრ ადამიანს უნდა დაიკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ანუ რა ვიცი, ან პოლიტიკა უნდა წავიდეს ადამიანი, ან არჩევნები უნდა წააგოს, ანუ ამორჩევლის საქმეა რა ეს დააკისროს პასუხისმგებლობა. არის მორალური პასუხისმგებლობა, როცა რა ვიცი ადამიანი რეპუტაციას კარგავს და თუ ტყუილს ამბობს საჯარო და მე ეს არ მართლდება, აღარ ელაპარაკები, სანდო აღარ ხდება, ანუ და ბევრ შემთხვევაში ასეთი სანქციები ბევრად რომ კაცრია ვიდრე ციხით დასჯა მაგალითად. ეს უარესია ვიდრე ერთი წელი ციხეში გაატარო და მე გამოხვიდე და ვითომ არაფერი, ხო? მე არ მithქვამს რომ ზოგადად ეს კარგი საქციელი შეიძლება იყოს, რომ ვიღაცას ტყუილს ეუბნები, მაგრამ საციხო ამბავი და არ მიგაჩნიათ ეს. რა ციხე, რატომ ციხე? გეგონებათ ციხეში ცოტა ადამიანი ვიყავდა და ცარიელი იყოს და არ ვიცით როგორ შეგვევსო.